საპროტესტო აქციას გამოეხმაურა მართველი გუნდი. ქართული ოცნების წევრის მანუჩარ ლაფაჩის თქმით, ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ყავს და ყველა, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილ დესტრუქციულ ქმედებაში იქნება მხილებული, კანონის შესაბამისად დაისჯება. თუ გინდა სახელმწიფო ჩამოყალიბდეთ, თუ გინდა რომ გქონდეს კანონიერი, სამართლიანი და კანონზე სამართალზე დამყარებული ქვეყანა, სახელმწიფო ზოგადად, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. მე არ ამგონია რომელიმე სახელმწიფო გნებავთ ევროპაში და გნებავთ სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, რომ ძალადობდეს მოსახლეობა იქნება ეს, მომიტინგე იქნება თუ ვინც გინდა იყოს ძალოვანებზე და მას ესე აპატიონ და ხმა არავინ არ გაცეს. ქვეყნის გადატრიალების გეგმაზე საუბრობდეს, ქვეყანაში არეულობაზე საუბრობდეს, მას ხმა არავინ არ გაცეს. ამიტომ ის რაც ხდება, დაკავება და უკანონოა და პოლიტიკური პატიმარია, ეს არის უბრალოდ რა არის, იცით, აი, ამისი გამართლება არანაირად არ შეიძლება, მე ესე მგონია. მე ესე მგონია, კი არა, ესია, სწორად ესია. როდესაც შენ შეურაცხყოფას აყენებ, ხელს ურტყავ, პიროტექნიკას ესვრი, ვინც უნდა დაიცვას მშვიდობა, ხვალადაზე ღმერთმა დაიფაროს ქვეყანაში რაღაცა მოხდეს და წინახაზე ვინც უნდა დადგეს და იმას აბუჩათ აგდებ, აბულინგებს, იმის ოჯახის წევრებს ემუქრები. ეს რა მიდგომა არის? ეს არის ფაშიზმი, მეტი არაფერი არ იყო. ეს არის ფაშიზმი, ეს არის ძალიან დიდი ასე ვთქვათ, უბედურება. ეს უნდა დამთავრდეს საქართველოში. დამნაშავე კანონის ფარგლებში ყველა უნდა დაისაჯოს.